ბიბლიის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად დავინტერესდი. და თქვა ღმერთმა, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. ღმერთი მხოლოდ ერთია, მამა. მაშინ რატომ ამბობს ბიბლია, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად? დაბადებაში ჩვენ მიუთითებს სამებაზე, მამაზე, ძეზე და სულიწმიდაზე. ამ დასკვნამდე მიდიან ბიბლიის მკვლევარები. თუმცა მათი მტკიცება თითქოს დაბადებაში ჩვენ მიუთითებს სამ ღმერთზე, მამაზე, ძეზე და სულიწმიდაზე, აჩვენებს მათ გაუგებრობას სამებაზე, რომელიც ქრისტიანობის ფუნდამენტური ჭეშმარიტებაა. მოდი ვიფიქროთ მონოდრამაზე, სადაც მსახიობი სამ როლს ასრულებს: მამა, შვილი და ექიმი. მონოდრამის მსგავსად, სადაც მსახიობი სამ როლს ასრულებს. მამა ღმერთმა შეასრულა მამის როლი იეჰოვას სახელით მამის საუკუნეში. ხოლო ძის როლი იესოს სახელით ძის საუკუნეში და სულიწმინდის როლი სულიწმინდის საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყოველ საუკუნეში გამოჩნდა სხვადასხვა სახელით და განსხვავებული გარეგნობით, ის არის ერთადერთი ღმერთი, მამა. მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა ღმერთი არის ერთ ღვთაება, მამა. ეს არის სამება ქრისტიანობის ფუნდამენტური ჭეშმარიტება. მაშინ რატომ თქვა მამა ღმერთმა, რომელიც მხოლოდ ერთია, ჩვენ? რამდენი ღმერთი არსებობს? და თქვა ღმერთმა, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. ბიბლიის მიხედვით, კაცი და ქალი ღვთის ხატად არიან შექმნილნი. ადამიანის არსებობა ადასტურებს მამა ღმერთის არსებობას. მაშინ რა შეიძლება ითქვას ქალზე, რომელიც ღვთის ხატად შეიქმნა? ის ამტკიცებს, რომ დედა ღმერთი არსებობს. ჩვენ გვყავს არა მხოლოდ მამა ღმერთი, რომელიც არის მამრობითი ხატება, არამედ დედა ღმერთი, რომელიც არის მდედრობითი ხატება. თუმცა არ არსებობს ეკლესია, რომელსაც სჯერა დედა ღმერთის. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია მოწმობს დედა ღმერთის არსებობას, რატომ არ არსებობს ეკლესია, რომელსაც სჯერა დედა ღმერთის? სიმართლე ყოველთვის ახლოსაა. დედა ღმერთი, რომელმაც დასაბამიდან შექმნაცა და დედამიწა, მამა ღმერთთან ერთად სულიწმინდის საუკუნეში ხორციელად გამოჩნდა და ბიბლიის წინასწარმეტყველების მიხედვით გვაძლევს მარადიულ სიცოცხლეს.